ირანის ხელისუფლებამ პირველად გავრცელა ოფიციალური მონაცემები საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა შესახებ. ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ჩახშობას 3117 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაღუპულთაგან 2427 ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია. დანარჩენი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ირანის ხელისუფლების ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებისგან. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანების უფლებების დამცველი სააგენტო აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 4902-ს აღწევს. თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. უფლებადამცველების ცნობით ირანში დააკავეს დაახლოებით 26500 ადამიანი. ორგანიზაცია საპროტესტო მოვლენების დროს მსხვერპლის დათვლის თვალსაზრისით სანდო წყაროდ ითვლება. საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობის განსაზღვრა უცხოეთიდან განსაკუთრებით რთულია, რადგან ირანის ხელისუფლებამ პერიოდულად შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა და დაბლოკა საერთაშორისო ზარები, რაც ინფორმაციის გადამოწმებას ართულებს. ადგილობრივი ჟურნალისტები შეზღუდვების გამო სრულყოფილად ვერ აშუქებენ მოვლენებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხშირად მოძალადეებად და არეულობის შემქმნელებად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის გავლენით მოქმედებენ. თუმცა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ან ვერ ასაჯაროებს. ოფიციალური და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში მსხვერპლის რაოდენობა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია და ბევრს ახსენებს 1979 წლის რევოლუციის პერიოდს, როდესაც ქვეყანაში ისლამური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა ქუჩაში საპროტესტო ტალღა მიკლო, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით დაკავებულია დაახლოებით 26500 ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მათგან ზოგიერთ სიკვდილით დასჯიან. ირანი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მოქალაქეების სიკვდილით დასჯის მხრივ.